ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მუდამ სხვებზე ზრუნავენ, მაშინაც კი როცა თავად აქვთ პრობლემები. ტყუპები ისე ახერხებენ სხვისი ემოციური მდგომარეობის გულთან ახლოს მიტანას, თითქოს თავისი პრობლემები არც არსებობდეს. ხშირად თავის შფოთვებს და შინაგან ბრძოლებს გვერდზე სწევს, რათა სხვას დაეხმაროს და გაამხნევოს. მისი ენერგია, ღიმილი და მსუბუქი საუბრები ხშირად არის ფარი საკუთარი განცდებისგან დასაცავად, თუმცა ამას აკეთებს გულწრფელად და მთელი გულით. კირჩხიბისთვის სხვებზე ზრუნვა ცხოვრების ბუნებრივი მდგომარეობაა. როდესაც მას რაღაც ტკივა უფრო მეტად ულისხმობს, თითქოს საკუთარი ტკივილისგან ეიტრალება სხვისი კეთილდღეობით ცდილობდეს. ხშირად მისი ემოციური რესურსი ილევა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან თუნდაც უცნობებს გვერდით დაუდგეს. ქალწული ზრუნვას მოქმედებით გამოხატავს რჩევებით, კონსტრუქციული დახმარებით, დეტალების მოწესრიგებით. მაშინაც კი, როცა თავად დატვირთულია, ვერ იძახის უარს სხვისი საჭიროებების დროს. საკუთარ ტკივილს მეორე ადგილზე სწევს, რადგან მიაჩნია, რომ ჯერ სხვისი გასაჭირი უნდა მოგვარდეს. მშვილდოსანი მუდამ ცდილობს, რომ სხვებმა უკეთესად იგრძნონ თავი, თუნდაც საკუთარ თავს გაურბოდეს. მისთვის მნიშვნელოვანი ხდება სხვისი შთაგონება, მოტივაცია და მხიარულება, მაშინაც კი, როცა თავად დაბნეულია ან ძალა გამოცლილი. სასწორის ის უკეთ გრძნობს თავს, როცა ჰარმონია სხვებში აღადგენს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვები მშვიდად იყვნენ და ამ პროცესში ხშირად ავიწყდება, რომ თავადაც სჭირდება ყურადღება და თანაგრძნობა.